თუ შენიშნეთ ძლიერი ქავილი, აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს. კეთილი და მოდით სწორედ ამის რომ მოვიდა რომ მიმართოთ დერმატოლოგს, მით უფრო როდესაც საუბრობთ კანის ასეთ მწვავე გამოვლენებზე, რომელსაც მუნი ეწოდება და მოვიპატიჟოთ სტუმრად დერმატოვენეროლოგი ნათია თოდვა. მოგესალმებით ნათია, traditsiულად ქართული წყალი მინდა შემოგთავაზობ. მიირთვით წყალი მთის და შეგახსენებთ, რომ დღეში შესაძლოა 2-დან 2 ლიტრამდე წყლის დალევა. რამდენად ხშირია მუნის შემთხვევები? საკმაოდ აქტუალურია. ჩემს კაბინეტში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზია. როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არის ტკიპით ინფესტაცია, ანუ დასნებოვნება კანის, რომელიც იწვევს ძალიან ძლიერ ქავილს, განსაკუთრებით ღამით. ამიტომ პაციენტების უმეტესობას, ვისაც ეწყება ქავილი, პირველი გონიათ, რომ აქვთ ალერგიული რეაქციები, ამიტომ როგორც წესი მიმართავენ ანტიჰისტამინურ მკურნალობას. თუმცა შედეგი 0. ამიტომ ჩვენ ყველას გვიყვარს სწრაფი შედეგები, რამდენიმე დღეში, როცა ვერ ნახულობენ შეღავაც, უკვე არის მაღალი მომართვიანობა ექიმთან. პირველი ესე თქვა გამოვლინება რა უბანზე აქვს ხელები, ხელები ყველაზე მძაფრად მახსენდება. ანუ საიდან უყვარს დაწყება, თუ ამას ვერ განსაზღვრავს? სტანდარტულ შემთხვევებში იწყება თითებს შორის მაჯებზე, მკერდზე, მუცელზე, დუნდულებზე, ბარძაყებზე, თუმცა როგორც წესი უჩივიან თლიანი სხეულის ქავილს, განსაკუთრებით ღამით, რომელიც მათ ძილსაც უშლის ხელს. მაინტერესებს ნაჩვენები იყოს სურათი, რომ სახის მიდამოში იყოს აი ეს დასნებოვნება, რამდენად ხშირია ზოგადად სახეზე შემთხვევები? სახეზე არის ძალიან იშვიათი. მხოლოდ ჩვილებში იცის სკალპზე და სახეზე ტკიპამ გამრავლება. თუმცა მუნის დიაგნოზი გვხდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, განურჩევლად სქესისა. ვიცი რომ არ არის ადვილი სამკურნალო და რაღაც საკმაოდ ხანგრძლივი მოვლა ჭირდება ამ ყველაფერს. ძალიან საინტერესოა ეს მხოლოდ გარეგანი, ესე ვთქვათ, დამუშავებით ხდება ამ ყველაფერთან ბრძოლა თუ რაღაცა კიდე დამატებითი კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მუნის მკურნალობის შემთხვევაში პირველი რიგის თერაპია არის ადგილობრივი მკურნალობა. ანუ გარედან კანზე. დიახ, კანზე სხვადასხვა საშუალებების მოხმარება, მაგრამ ძალიან მარტივად ექვემდებარება მკურნალობას თუ პაციენტმა ზედმიწევნით კარგად შეასრულა ის ყველა რეკომენდაცია, რასაც გასცემს ექიმი, იმიტომ რომ გარდა ადგილობრივი თერაპიისა, აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. დიახ. რაც გააკეთოს პაციენტმა. თეთრეულს, ტანისამოს, რომელიც კარგად უნდა გაირეცხოს, შემდეგ ცხელი უთოთი დამუშავდეს. ამიტომ ყველა ამ რეკომენდაციას თუ ზედმიწევნით კარგად დაიცამენ პაციენტები, ძალიან მარტივად ექვემდებარება მკურნალობას. აი ოჯახის წევრებზე საუბრობდი, აი დიაგნოსტირების შემთხვევაში თქვენ ურჩევთ თუ არა მაგალითად პარტნიორებს ან ოჯახის წევრებს პროფილაქტიკურად თუ უნიშნავთ მათ მკურნალობას. გამომდინარე იქიდან, რომ მუნი გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობიდან, გადადების უნარით, ზოგჯერ არის ინკუბაციის პერიოდი, ინკუბაციის პერიოდში დაავადება გამომჟღავნებული არ არის, თუმცა ადამიანი უკვე მატარებელია. მუნის შემთხვევაში ამ დროსაც კი შეიძლება მოხდეს გადადება. ამიტომ ოჯახის წევრებმა პრევენციული კუთხით თერაპია ჩაიტარონ სასურველია, რადგანაც მათ შეიძლება ჯერ სიმპტომები არ ჰქონდეთ გამოვლინებული, თუმცა კანი უკვე ინფიცირებული იყოს ტკიპად. ცხოველიდან რამდენად არის ალბათობა იმისა, რომ გადავიდეს ეს ტკიპა? ცხოველიდან ადამიანზე არ გადადის. ან ჩვენ რო ცხოველს გადავდოთ, არიან თუ არა ცხოველები მატარებლები? ცხოველებშიც არის ხოლმე მუნის შემთხვევები, თუმცა ადამიანის და ცხოველის გამომწვევი ტკიპა არის სხვადასხვა და ერთმანეთთან არ ხდება გადადება. გარდა ამ საშინელი, ესე ვთქვათ, დისკომფორტისა, ქავილის სახით, რომელიც ახასიათებს, რამე გართულება თუ შეიძლება გამოიწვიოს, ან რაღაცა დატოვოს არასასურველი? მუნმა იცის ძალიან ძლიერი ქავილი. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ კანზე ვიზუალიზდება ქავანა გამონაყარი, მეორადად ვლინდება ხოლმე ნაკაწრები, რაც ქრონიკული ქავილის გამო ხო? შედეგია. შესაბამისად, როდესაც კანის მთლიანობა ირღვევა, ყოველთვის არის რისკი მეორადად დაინფიცირების. ამიტომ რაც უფრო ღრმა არის დაზიანება, შემდეგ რისკი იმის, რომ ანთების შემდგომი ლაქები დარჩეს უფრო მაღალია, ამიტომ გართულებები ძირითადად კანზე ლაქის დატოვების კუთხით გვხდება და ინფიცირების. და დაუშვათ ახასიათებს მკურნალობის შემდეგ დაუშვათ ანთებითი პროცესებში გადასდა, ან დერმატიტისკენ გადაგვარება. მუნის მკურნალობის შემდეგ სხვათა შორის ძალიან ხშირია ალერგიული კონტაქტური დერმატიტის გამოცდილება ჩვენს პრაქტიკაში, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი
მრავალია ის საშუალებები, რასაც ადგილობრივად პაციენტი იყენებს. წარსულში გოგირდი გამოიყენებოდა, ამიტომ საშნის სუნი ქონდა. დიახ, სუნი კი და ასევე კანის რეაქციების შემდეგ იყო ისეთი მწვავე, რომ მუნი გადიოდა, თუმცა კონტაქტურ დერმატიტს უკვე ბევრად უფრო ხანგრძლივად მკურნალობდით. დღესდღეობით აღარ არის ესეთი მძაფრი სუნის მქონე საშუალებები, კანის რეაქციით უფრო ნაკლები არის, უფრო მარტივად მართვადია, ამიტომ როგორც წესი ისეთ გართულებებს აღარ ვაწყდებით. რა კარგია, და აი მალე ორ ვამბობთ, აი რა და მალე, აი რამდენ ხანში იკურნება მუნი? მუნის სრულად განკურნება ხდება დაახლოებით 25-30 დღეში. ნუ ეს მალე არ გამოდის. შეიძლება თქვენთვის მუნის ესე თქვა მთელი ის რო იცით მექანიზმი, იმიტომ ამბობთ მალე, რომ მე მეგონა 2 დღეში განიკურნება. თუმცა კურნალობა ხო ერთკვირიანია. კურნალობას ადგილობრივი საშუალებებით აქვს თავის წესი. პაციენტი ისვავს კონკრეტულ მედიკამენტს, და დავით გაღიზიანებულ ადგილზე თუ სრულ კანზე? მთლიანად მთელი კანის საფარველი უნდა დაიფაროს სამკურნალო საშუალებით. ამას აქვს თავის მოხმარების წესი, დაყოვნების დრო და ინტერვალები. შესაბამისად, ბოლო წასმიდან შეიძლება 1 კვირა, დაახლოებით 10 დღე ქავილი გაგრძელდეს. შემდეგ უკვე სრულად ხდება აღმოფხვრა, როცა ქავილი აღარ აღინიშნება და გამონაყარიც ლაგდება, პაციენტი აღარ არის გადამდები. და ერთს აღნიშნავ, რომ მუნზე არ ხდება იმუნიტეტის გამომუშავება. რამდენჯერაც იქნება შეხება დაინფიცირებულ ადამიანთან, იმდენჯერ მოხდება გადადება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ნათია, თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენაო და ზომების მიღება მკურნალობის პარალელურად და მოდი ჩვენც კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, რა შეიძლება იყოს ეს და ჩემს უკან სამოსი დევს და სამოსი ყველაზე მეტად საჭიროებს ხშირ რეცხვას მაღალ ტემპერატურაზე იმისთვის, რომ შემცირდეს და მინიმუმზე დავიდეს ალბათობა, რომ სწორედ სამოსიდან კვლავ ეს ტკიპა დაბრუნდეს კანზე ან მოხდეს დაუშვათ სხვა ოჯახის წევრის კანზე, ასევე რა თქმა უნდა პირსახოცები თეთრეული, რომელსაც იყენებს დასნებოვნებული ადამიანი, ოჯახის წევრი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე დამუშავდეს ხშირად. ჰიგიენა, რომელიც გულისხმობს ხელების ხშირ დაბანას და ყოველდღიურ ტანის დაბანას, ნათია თუ რამეს არასწორად ვამბობ თქვენც ჩაერთეთ. ასევე ხალიჩების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად იქნას მტვერსასრუტი გამოყენებული, რომ ეს ყველა ნაწილაკი კარგად შეიწოვებოდეს და რბილი ავერჯი, რომელიც ასევე დაჯდომის და გამოყენების შემთხვევაში შეიძლება იყოს ისევ ტკიპის დაბრუნების წყარო. რადგანაც ხშირია ეს მუნის შემთხვევები, როგორც ჩვენმა ექიმმა გითხრა, ამიტომ ალბათ ყურადღება ამ ქავილთან დაკავშირებით, რომ მართლაც ალერგიაში არ აგვერიოს, მით უფრო ზაფხული სეზონია და სწრაფი რეაგირება თურმე მალევე შეიძლება ეს ყველაფერი გამოსწორდეს. ნათია, მადლობას გიხდით თქვენ ჩვენთან სტუმრობისთვის და კარგია რომ დღეს უფრო მარტივად ხდება მუნის მკურნალობა, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. თუმცა მისი სიხშირე მაინც მოწმობს იმაზე, რომ ძალიან კარგი იყო, რომ დღეს სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ.